საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. სხდომას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის 25 ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის შედეგები. ასევე იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. საუბარი შეეხო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საკითხებს. აღმასრულებლის სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენიც რომ იტალიაში, მილანის კორტინაში, ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დაიდო მიგრაციის წარმატებას, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, შევაფასეთ, რა თქმა უნდა, წარმატებული გამოსვლა ჩვენი ფიგურული მოციქურავების, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სპორტის დამსახურებული განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, დავსახეთ შენებრივი გეგმები, ძალიან კაია წარმატებები, მაგრამ შრომა ისევ გრძელდება და გვინდა რომ 10-15 წელიწადში სტრატეგიული გეგმა დაიდოს და ეს განვითარდეს და მეტი სპორტსმენი მოვიზიდოთ ზამთრის სახეობებში, კერძოდ ფიგურულ მოციქურავები, რამე თუ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის ბათუმი და თბილისი და სწორედ ჩვენი ახალგაზრდებს მოგუწოდებთ, რომ ამ სახეობაში, ულამაზეს სახეობაში მოვიდნენ და აჩვენონ შედეგები, რა შედეგებებსაც აჩვენებს დღევანდელი ფიგურული სპორტსმენები. მნიშვნელოვანი იყო კიდევ მეორე საკითხი, ალბათ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და გვინდა რომ ჩავატაროთ ფესტივალი. წარმატებული გქონდა ჩვენ ზამთარი და ზაფხული, თქვენ იცით რომ 15-ზე ჩავატარეთ ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი, ჩავატარეთ 25-ში ზამთრის ევროპის ფესტივალი და სწორედ ამ კონტექსტში გვინდა რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ჩავატაროთ საქართველოს ოლიმპიური ფესტივალი, ეს იქნება ბათუმში, საფრთხეში გვინდა ჩავატაროთ ეს ღონისძიება და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, თუ როგორ ჩავატაროთ ეს ღონისძიება და რა თქმა უნდა, მინდა რომ მაღალმთვარე ჩავატაროთ. აღმასკომის სხდომაზე განხილული იქნა ორი საკითხი. პირველი შევაჯამეთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შედეგები, რომელიც უპრეცედენტო იყო, ისტორიული და ძალიან წარმატებული. იცით რომ სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოვდნენ სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოებით, კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა აღმასკომზე, რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის პირველი ეროვნული ფესტივალის ჩატარების საკითხი. ეროვნული ფესტივალის ჩატარება ემსახურება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მასობრივი სპორტის განვითარებას, მათ შორის საქართველოს რეგიონებში და სპორტის პოპულარიზაციას, როდესაც სხვადასხვა რეგიონი გარკვეულ სპორტის სახეობებში, ახალგაზრდულ ასაკში იწყებენ ასპარეზობას და ემზადებიან იმ დიდი ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელსაც ქვია მაღალი მიღწევების სპორტი. ეს არის საფუძველი მაღალი მიღწევების სპორტისათვის, ახალგაზრდების წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების მოსამზადებლად. მიულოცავ ყველას ზამთრის 25 წარმატებულ ოლიმპიადას და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მიღწეული შედეგები, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ არც ჩვენ, არც სპორტსმენები და რა თქმა უნდა, მოვემზადებით მხოლოდ უმაღლესი მედლისთვის, ოქროს მედლისთვის ვიბრძოლებთ შემდეგ ოლიმპიადას.